Აი, გამარჯობა, მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, რეგიო ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და როგორც დაინახეთ, დღეს მამის დაბადებას წიგნს წარვადგენთ, ეს არის ახალ წიგნი, სულ ცხელ-ცხელი, მამის დღესთან დაკავშირებით გამოიცა და ამ დღეს იყო პრეზენტაცია, ალექს ჩიღვინაძის დაწერილი და ანა ჯანელიძის დახატული წიგნია, ახალ ბედა მამებისთვის, გამომცემლობა პალიტრაელის, წიგნის აღწერას მსგავსად იწყებს ალექს ჩიღვინაძე, შენ ამ წიგნის გმირიც ხარ და თანაავტორიცო და წიგნიც თითქოს ისეთია, რომ არ მთავრდება. კითხველს შეუძლია მამას ამ შემთხვევაში თვითონვე გააგრძელოს წიგნის წერა. რადგან ამ წიგნში ჩვენ შევხვდებით რეცეპტებს, კერძების რეცეპტებს, რომელი კერძებითაც შეუძლია მამამ თავისი ოჯახი გაახაროს და ასევე თავის რეცეპტებიც მიამატოს, როგორც მამობა ინდივიდუალურია და მზა რეცეპტი არ არსებობს, საკუთარიც შეიძლება რომ გამოიგონოს მამებმა და ამზადონ არა მარტო კერძები, არამედ მამობის საოცარი რეცეპტები და მაგალითები და გამოცდილება შექმნან. წიგნი არ იყოფა თავებად, არამედ იყოფა თვეებად, კვირებად, ტრიმესტრებად, ბავშვის განვითარებად, როგორ ვითარდება ბავშვი, რამ ხელა, თავიდან ალუბლის კურკის ხელა, მერე როგორი ხდება, აქ ვნახავთ როგორ ისმის მამის ხმა, რამდენად მნიშვნელოვანია რომ მუცელში მუცლიდანვე ველაპარაკოთ ბავშვს და როდის იწყება საერთოდ მამობა, როდის იბადება მამა, ჯერ კიდევ მაშინ როცა გაიგებს რომ დედის მუცელში, თავისი ცოლის მუცელში თუ პარტნიორის მუცელში ბავშვი ჩაისახა. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ წიგნში ჩავიჭყიდოთ და საკუთარი თავები აღმოვაჩინოთ. არაჩვეულებრივად ნაწერი წიგნია ალექს ჩიღვინაძეს, რომელიც არის მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი. მხატვრულად აქვს გადმოცემული მამობის მთელი სიხარული და ამასთანავე პასუხისმგებლობაც და მხატვრობასთან ერთად აქ ხაზგასმულია რეალური დოკუმენტური გამოცდილებაზე დაფუძნებული მასალები. გარდა ამისა, წიგნში შევხვდებით ლექსებსაც და კომიქსებსაც. ლექსები არის ზვიად-რატიანის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი მამობაზე, რაც კი დაწერილა და რაც კი წამიკითხავს, მცირე ელეგია მამისათვის. ასევე აქ არის ჩილელი პოეტის პაბლო ნერუდას ლექსი, ასევე ამერიკელი პოეტის უოლტერ უიტმენის ლექსიც და თითქოს პოეზია და ლიტერატურა ერთმანეთს ერწყმის, მამობაც პოეზია, პოეზიაცა და მამობაც და ასევე წიგნი გაფორმებულია ანა ჯანელიძის ნახატებით, როგორც გითხარით, კომიქსებიც არის წიგნში, სადაც მამები თითქოს საუბრობენ იმ მნიშვნელობაზე და თავგადასავლებზე, რაც მათ შვილებთან ერთად თან ხვდებათ. მე წაიკითხავთ დასაწყის და ბოლო ნაწილს, დანარჩენი შუაგული შეგიძლიათ თქვენ წაიკითხოთ და ნახოთ როგორი მნიშვნელოვანი ამბები ტრიალდება ამ წიგნში. მაშასე შესავლის ნაცვლად ნახოთ რა წერია. მამობა იწყება იმ წამს, როცა იგებ რომ შვილს ელოდები. უეცარ სიხარულს მალევე ანაცვლებს დაბნეულობა, გაურკვევლობის სასიამოვნო, მაგრამ ამაღელვებელი განცდა, რადგან არ იცი წინ რა გელოდება. აი უყურებ მაგიდას, რაც თავი გახსოვს, ჩვეულად გზზე დგას, მაგრამ ახლა გეჩვენება რომ მისი კიდეები ზედმეტად წვეტიანია ბავშვისთვის კი ეს კუთხეები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, როცა პირველი ნაბიჯების შემდეგ რეაქტიული თვითმფრინავის სიჩქარეს განავითარებს. დადიხარ ქუჩაში და გაჩერებულ მანქანებს შორის მანძილებს ზომავ. ამოწმებ გაეტევა თუ არა იქ საბავშვო ეტლი. აღმოაჩენ რომ მაღაზიებსა და აფთიაქებში თურმე საბავშვო განყოფილებებიც არსებობს. საკვები, ჰიგიენის საშუალებები, სათამაშოები, წინდები, რომლებშიც შენი ერთი თითიც კი ძლივს ეტება. შეამჩნევ ამ წიგნსაც სავსეს კითხვებით, რომლებიც გამიჩნდა მაშინ, როცა მეც შენსავით შვილს ველოდებოდი. როცა გავაცნობიერე რომ იწყება რაღაც სრულიად განსხვავებული, ცოცხალი და მოუსვენარი თავგადასავალი. მაშასე მამების კლუბის პირველი წესია და რა არის მამების კლუბის პირველი წესი? ამას წიგნში იპოვი და ამასთანავე ამ წიგნის დაბადებით, მამის დაბადების წიგნის პრეზენტაციით კიდევ დაიბადა ახალი პროექტი, მამების კლუბი, მამების ლიგა და მზიურში იქნება ხოლმე დროდადრო მამების ამბები კვირაობით სხვადასხვა თემაზე და შეგიძლიათ თქვენ შეუერთდეთ ამ წიგნის დამამბის მხარდამჭერია გაეროს მოსახლეობის ფონდი UNFPA და ევროკავშირი საქართველოსთვის.